დაჯიადექი. თალა. აი რამდენი დავაცემნე გულიანად გადამეხლართა ნაწლავი. ჯერ არ წახვიდეთ 15 რომ დააკვდება მე წადი. დასო ხო დადის? ხო. რომ მოხვალ პირდაპირ აბანოში. უშინი ბანავე? ხო ვიცხარი ვარ. ხო და რომ მოხვალ პირდაპირ. ნახო წაიღო. სკამიშმა. ჰა? სკამიშმა. არა ის ძაღლის გავხედე რო. საცმელები დავდი დასაწმენე ბაცაცოს მიაქხო. ეღარ ვქავდი, ჩემი ფლოსი შეჭირა და კიდე წაიღო, მე გავუვარდა კიმებში. აი მიდედა. ისა ძალიან პატარა რეზინია, ვერ ვარ. აი ნინო ეს არ გიკეთია ხოლმე. ხო. დედა ძლის გაუკეთითები და ხა? ისო. სკამიშმა. მოვეციეგა. ჩავიტანო. ეს რაღაცა გაგვარდა. ის გაგვარდა. რა ქვია კაცო, სალფეტკი. ნელა მოგროვდა ხალხი ისო ოჯახში. სმაკაცი მოუვიდა ნინო და სვეთამაშება ხოლმე. ჩემ სახში კარტოფილის მოთხოვნაა. და თქვი რომ მოვხარშე თქო. თევსთან ერთად. აუ პატარა ნაწილი მაინც შევჭამე იმდენად მინდოდა. ხოდა. მოვხარშეთი როგორ ხარშავ ხოლმე იმას გაფწკვნილს რა. დაიცა გაზი გავთიშოთ ბავშვებო ხო როგორ მთელი დღე აექმელოდები დიდი თუ პატარა თუ მეზობლისა თუ ვისი ხო ეს ახლა ცხელი იქნება იცით ის ნახეთ სად მელოდება ოხ როგორ არის ჩახარშული ცხელია ჩემო ლამაზო ბაცაცო შენთვის ყველასთვის ცხელია სვადაშორის ბავშვობაში ბაბორო სახლის ქათამს აკეთებდა ხოლმე ფეხები ყოველთვის მიყვარდა და ყოველთვის აკეთებდა ხოლმე ფეხებს ჩემთვის და ძალიან ცხელია ამ წამს გამ ეხა ამას აქ დაგიდებ ბაცო და მერე შეჭამე კაი ჯერ არა იყო ძალიან ცხელია ჩემო ლამაზო აი ნახე არა იყო ცხელია დაგეწება სადღაც 4-5 დღე ეყოფათ. აი ასე, ამას ესე დავტოვებ. ავხტია მოვიღებ, ავხტია მოვიღებ. ცხელია ტუპი და მერე მოგიტან. შეთვიცად ცხელია, ვერ იღებ ჩემო ცხოვრება. ვერ იღებ, ჰა? აცივდება რა უნდა ბიჭო მაგას. ხო და ხომ მოვხარშე თქო კარტოფილი რა. გაფრთხნილი, მარილ წყალში, ჩვეულებრივ და სადღაც 8 წელი ხარდე. ამიტომ ლაშავთ ხოვა რომ კარტოფილი კიდე მოხარშე რაო. ოღონ არა გაფრთხნილი. წყალი მოუშვი რომ ეს ნახე. ბაცაცო მაინც წამოიღე? არ არის ცხელი? ცხელია ჩემო ლამაზო. ჩხილით მოიტანა. ბიჭო შეუბერე, ხო გასწავლე შებერო, შეუბერე მიდი. ბაცაცო. შეუბერე. პატარა ბატი. ხო და ეხლა პატარა კარტოფილები ნავიღო. და უბრალოდ გარეცხი კარგათო და მასე მოხარშეო. ეგე მაწყობს. არ მეზარება მასე. არც ისე მეზარება, მაგრამ სხვა შორის გარეცხვა უფრო მეზარება ხოლმე, იმიტომ რომ კარგად უნდა გაირეცხოს, მით ბუკით რეცხავ ხოლმე, რომ
სავარაუდოდ თევს მიაყოლებენ ვანიჩკა და ლაშა. კარტოფილი ხვალ შაბათია ხო ხვალ მოიტანს ლაშა, ასე რომ ეს გვეყოფა. ეყოფათ ბიჭებს. ის რა გეხვეწე წვა. ვაცაცო. რა ის აკეთებ? ცხელია, მაინც ხო ერაჭეს და აქეთ-იქით ისურის რომ გაცივდეს. ვაცაცო. მომეცი ცოტა. რამდენჯერაც სახლის ქათამს დავკლავ ხოლმე. იმდენჯერ ვაგდებ მაგას. დახარულია. და ამას რო დავდგობარებ ჭურჭელსაც მივრეც ხამ. დავიდეთ მაღლა. ესაკ. აი ეს. Просто ეხა ეს სანამ ჩალბება მე ჭურჭელს დავრეცხავ და მე დავრეცხავ ამას. როგორ თქვენ და დაგაყავს. ცოტა მაინი მაქვს. ესეც ესე მოჭი ჭურჭელს და კარტოშკაც დავდგი. ნინო გავაცილოთ. ეს იყოს უნდა ავიდეს იოანე ისევ. ლაშასები გავწმინდოთ. ახალი ჩუბლი აიწიე ცოტა ეგ. უკანკეთ. ხელები ჩამოის შარვალს და ეგ არის მორჩა. რაღაც კიდე იგი მომაწოდე. არა. ევით არ შეხვიდე. დროულად გამოდი ხოლმე რო გიშვებენ უმაყურებინებ გზაზე. აქა მქონდა თიტილო. ეთმეტიდა ხოლმე რომ ესე რო რეცხავდი. მე შემოვამშრალებდი ხოლმე ფეხსაცმელს რა ძირია ყველაფერი რო ოთახში რო შემაქ სველი აღარ შემეტანა რა. იშრება მარა. რო დიდი ხანი გაძლებს. რა იყო ტუპი? აი ეს გამოვიწერე თემუდან. ოღონდ უნდა ყოფილიყო ვითომ ტანის. მაგრამ რა ძალიან ისეთი რბილია. ამიტომ უხეშიც მაქვს ფეხსაცმელებისთვის შენახული აქვს. რომ თუ კაი გასახეხი აქვს ხოლმე. ამას არ აქვს ახლა ისეთი ძირი რომ აი რაღაცა ტრაქტორის ძირებს რო ეძახიან რა შიგრო რჩება. კაი რა ტუპი? იმისთვის ის დიდი ჩოტკია საჭირო. ესენია გაშრება და მერე შევიტან. ივანისები იყოს. ეხა იცი რა უნდა გავაკეთო? ბავშვობაში რომ ძალიან ხშირად ვაკეთებდი ხოლმე, აი ეგ უნდა გავაკეთო. და ძალიან რომ მიყვარდა, აი ეგ. ხა უყურეთ. ფუარი და არ შემიწევს. ჯდეთ და ისე არა, მოიცა შაქარსაც მოვიდა. შაქარი ცი რატომ მაქვს? მაგას ჩავიყრი. მაწოდით. ყველაფერი ვიყვა შაქრიანი რა ვქნა. ანუ ისეც ვსვავ მაწონს და ისეც ვჭა. მაგრამ აი თქვენ ხო იცით ჩემთვის ბავშვობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ძვირფასი პერიოდია. უმრავლესი თქვენგანისთვის. ხო და ამიტომ რაც მასთან ასოცირდება და მაქსიმალურად შემიძლია რომ ბუბკის მწვანე ის დავინახე. ან მაქსიმალურად შემიძლია რომ იმ
პერიოდის გემოები შევიგრძნო, რატომაც არა. ამიტომ ეხლა მაწონს ჩავისხავ იმაში და მოურევ. ოღონდ სად მაწონს ჩავისხავ და მოურევ. ყველაზე გემრიელი ნაწილი არის ეს. ესე რო ანახებენ ხოლმე და რო გადმოეპირქვავებათ, ეგ არ მინდა გავაკეთე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ყველაზე გემრიელი ხარია. გუშინ მომიტანა რა შამაწონი. არ ვიცი ვისგან, მაგრამ სახლის და სუფთა მაწონია. და ნაღები მაწონის ყველაზე ძალიან მიყვარს. კიდე იცი რა მიყვარს. ოღონდ საუკუნე აღარ მიჭამია და ალბათ ვინმეს რო კონდეს, დიდი სიამოვნებით ვიყიდი, მაგრამ მაგას ძალიან იშვიათად ყიდიან. ეს არის რძეს რო ხდიან იმ ნაღებს, რითიც შემდეგ კეთდება იდღვიბება და კეთდება კარაქი. ხო და აი ეს არის ნამდვილი სმეტანი. იმისი სიმჟავე, იმისი გემო, იმისი რაღაცა სპეციფიური გემო, ისე მიყვარს. ისე მიყვარს, ბოლოს ალბათ ბიცოლა ჩემთან ვჭამე ეგ. ძროხა რო ყავდათ ერთ დროს იმათაც. ბავშვობაში, აი ბუბკის ისინი მაქვს თუ რაღაცის. ბავშვობაში კიდე ისა. არასოდეს მეგონა რომ მომენატრებოდა, იმიტომ რომ ბავშვობაში ეგ ყოველთვის ქონდა. გამოდის მაწუნის მუკბანგია, ოღონდ არა. მოვჭი. ყველაზე გემრიელი ნაწილი ცალკე იჭმება მისი. აი იმ პერიოდში ბევრჯერ მithქვია, როდესაც სხვა შორის ეხლა მე ვფიქრება ხოლმე მაგაზე მეტად. როდესაც აი ნინოს ასაკის ვიყავი და უფრო პატარა, აი 90-იანებში, 3 წლის ვიყავი მაგ პერიოდში, როდესაც არეულობა დაიწყო. ბაღში ვიყავი, მამა რო ომში წავიდა, ის კადრებიც მახსოვს, როგორ გააცილეს მთელმა უბანმა, როგორ გააცილა მამა ომში და დედა იმდენად არ მახსოვს, რამდენადაც მახსოვს ბაბო, რომელიც ხალხის ბრბოსგან ცოტა წინ იდგა და მიმავალ შვილს უყურებდა ცრემლიანი თვალებით და მამას ჯარის ფორმა ეცვა. პატარა ვიყავი, მაგრამ ეგ კადრი როგორც ფილმი ეგე მახსოვს და მახსოვს ჩემი მეზობლები. მახსოვს კადრები, როდესაც ტელევიზორში უყურებდნენ ხოლმე ჯარის ბიჭებს და ტიროდნენ ჩემი ოჯახის წევრები და ვერ ხვდებოდი რა, ანუ 3, 4, 5 წლის ვიყავი და კიდე ვერ ხვდებოდი სად იყო მამა და რა, ანუ რა ხდებოდა. ხო და ეხლა რომ ვიაზრებ იმას, რომ იმ პერიოდში, როდესაც ძალიან ჭირდა და ყველას ძალიან უჭირდა, დედაც მუშაობდა და ბაბოც, მიუხედავად მაგისა ძალიან ჭირდა, 3 შვილი ვიყავ და სკოლაში და ბაღში და რა ვიცი, მაშინ ხო იცით რა ამბები იყო. და 3 ვიყავით ჩვენ, მამა წასული და ყავდა ძროხა, მაია ერქვა, მაგრად მახსოვს, რომელიც იგებდა ხოლმე და ანუ ძემაწონი სულ ქონდა რა, ამას მოვაყოლე და სადამდე გადავედი. ხო და იმ გაჭირებულ პერიოდში, როდესაც ფული ჭირდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ოჯახი გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი ასე თუ ისე წელზე ფეხის დადგმის შედეგად ქონდა, ამუშავებდნენ მიწას, მაშინ ყველა ამუშავებდა მიწას. მაშინ იყო ჩვენი მარჩენალი ძროხა. მაგრად მახსოვს რა. იმიტომ რომ რძე ქონდა, მაწონი ქონდა, ყველაფერი ქონდა ისეთი, რომ ანუ შიმშილთ არ მოკვდებოდი რა. და მე მგონი ბოლო ძროხა ჩემს სწავლა შეეწირა. პირველი კურსი უფასო იყო ჩემთვის, ანუ აფხაზეთის ომის მონაწილე შვილებისთვის იყო სეუ უფასო, რომ ჩავირიცხე მაშინ. და პირველი კურსი რო დავხურეთ, სეუმ გააუქმა ეს ყველაფერი და მეორე კურსიდან ჩვეულებრივ უნდა გადაგვეხადა გადასახადი და აი ძალიან გაიჭედა ჩემი ოჯახი და მახსოვს რომ ძროხა გაყიდეს.
მაგრამ ეს პერიოდი მაინც ტკბილად მახსენდა. ალბათ იმიტომ, რომ ალბათ კი არა იმიტომ, რომ ანუ ის პერიოდი ბავშვი იყავი, არ იცოდი რას განიცდი და შენი ოჯახი არ იცოდი. ხიერი არ ყოფილვარ რა, რასაც ჭამდი თუ ცოტა ქონდა თუ რაღაცა, ანუ არ ვფიქრობდი, რომ საიდან მოჰქონდათ ეს ჩემ ოჯახს და ვაიმე რა დღეში იყვნენ. ბავშვი რო ხარ და აი რაღაცა თამაშზე რო ხარ გადასული და რაღაც. ხო და ის რძემაწონის რომ მოვიტანთ ხოლმე და ვიყიდით ხოლმე, სულ მახსენდება ის პერიოდი, ოღონდ მართლა. იმ პერიოდში ძროხა გინახავდა შენ. თან მაშინ ჩვენ გქონდა ვენახი, სადაც დვაბავდით, იქ გარეთ, იქიდან იქ, მოკლედ ბალახს ჭამდა. ხო და ეხლა ძროხა რო იყოლიო, ანუ ძროხა უნდა შეინახო რა. ძროხა უნდა შეინახო. ელემენტარული ადგილი არ არის, რომ დააბადა, სულ ნაყიდი პრესი და ნაყიდი ეგ საჭმელი არ აჭამოდა, ანუ თვითონ ბუნებაში გამოკვებო რა. ხო და ეგ ძალიან იშვიათად ხდება, ვისაც ადგილებია კიდე ხო. თორე ნინო არ მყავდა, ნინოზე ვიყავ ფეხბურთად, რო გვაჩუქეს ლაშას დეიდის, ლაშას ბიძამ რა ქმარმა, დეიდის ქმარმა გვაჩუქა ძროხა. ხო და აი სიამონებით ვიყოლიებდი დღესაც, მაგრამ მოგვიწევს ჩვენ შევინახოთ. სიამონებით იმიტომ ვიყოლიებდი, რომ ჯერ ის რომ ყველას გვიყვარს სახლის რძე და მაწონი და იაფიქი არ ღირს, ლარნახევარი ღირს ერთი ბაკავაწო. ლარნახევარი. წარმოიდგინეთ. გექნებოდა შენ. უბრალოდ მართლა ძნელია, რომ ამ პერიოდში შენ ძროხა შეინახო. და მაშინ რა პერიოდიც მე მოვყევი, მაშინ ძროხა გვინახავდა. ეხლა კიდე იგი აღარ არის. ესეც ეს. ხო გვეკუთვნის, ფანჯარა გავაღე, რო ისა. ორთქლი რო იქნება გავიდეს, რო ტყუილა ის არ ჩავთა, რა ქვია, გამწოვი. მოიცადე. უნდა დამეწია. აი ასე. გადასაფარებლებიც გაშრებოდა და ნელ-ნელა ყველაფერს შევაბინავებ და თორემ არაფერი არ გაგიკეთებია დღეს. აი ასე. რომელია საათი? 3 იქნება, 5 აკლე, იმიტომ რომ ცეკვაზე წავიდა ნინო. ვიდით, გავიჭინე. რანაირად დაყრის ხოლმე ეს ბავშვი.